მათემატიკური ოლიმპიადა ევერესტის შემოდგომის სეზონის ფინალისტი სამეგრელოდან 40 მოსწავლე გახდა. აქედან 14 ფოთელია. ისინი პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე და მე-15 სკოლის მოსწავლეები არიან. ევერესტის ხელმძღვანელმა თამარ ტყეშელაშვილმა გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში სიგელები გადასცა. მივიღე ევერესტის კონკურსში მონაწილეობა და ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე აი ეს პრიზი. დავიკავე სამეგრელოს მასშტაბით მე-5 ადგილი და ყველას ვუსურვებ ამ კონკურსში გამარჯვებას. ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე ევერესტის ჯილდო და ყველას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და ჯილდოები მიიღოს. დღეს ჩვენ სიგელები გადავეცეთ მე-15 სეზონის გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომელმაც სამეგრელოს მასშტაბით 10 საუკეთესო შედეგი აჩვენა. მინდა მათ წარმატებები უსურვო, უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობა. ამ ოლიმპიადაში ჩართული არის მთელი საქართველო და მიხარია, რომ სამეგრელოში ქალაქ ფოთში ესეთი დაინტერესება. ამიტომ ყველას ვუსურებ წარმატებას, წინსვლას და უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. ევერესტის ოლიმპიადა 2009 წლიდან ტარდება. შემოდგომის სეზონში საქართველოს მასშტაბით 14,000 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საგაზაფხულო სეზონის შესარჩევი ტური 18 მარტს ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში გაიმართება.